გამარჯობა, მოკლედ არ წარ ხოლმე ასეთ ვიდეოებს ზოგადად ამჩვევია, მაგრამ ეხლა ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, გადამეღო თუ არ გადამეღო ეს ვიდეო. მაგრამ მოკლედ გადავწყვიტე რომ გადავიღო, იმიტომ რომ ჩემი აზრით ძალიან დიდი პრობლემაა საქართველოში დასვენება. მოკლედ მინდოდა რაღაცა 2 ღამე, მინდა უბრალოდ რომ ჩემს მეუღლესთან ერთად გავიდე კახეთში და 2 ღამით რომ წავიდე სასტუმროში, კახეთის სასტუმროში, იწყება ფასები 300 ლარიდან ისიც აქციით 1+1 აქცია და 300 ლარი და ამ 300 ლარში ოღონდ როგორც მახსოვს საუზმეც არ შედის და მე რატო გიკვირთ რომ არ ვისვენებთ ზოგადად საქართველოში და ვისვენებთ სხვა ქვეყანაში. მე მაგალითად აი რამდენ ქვეყანაშიც ყოფილ ვარ, იქ თავისი ფრენით, თავისი ტრანსფერით, თავისი ბოდიში ძალიან ცუდ დროს გამიწყდა ვიდეო და თავიდან ჩავხდე. მოკლედ კახეთში დასვენება მინდოდა 2 ღამით როგორც გითხარით და აი გაუგნებული ვარ მართლა ფასებით ვარ შოკირებული აბსოლუტურად და კიდე ზოგადადაც რომ ვისვენებ საქართველოში, ნუ მართლა შეღავაც მიკეთებენ, თან ძალიან მაგარ შეღავაც მიკეთებენ რა, მართლა. განა იმას ვამბობ რომ ვინმეს შრომას არ ვაფასებ ან რაღაცა უბრალოდ არ არის საქართველოში იმხელა ხელფასები რომ გავწვდეთ საქართველოში დასვენებას ელემენტარული უბრალოდ აუზზე წავედით ოჯახი მე ჩემი მეუღლე დეიდა ჩემი დედამთილი და ჩემი შვილი 5 ადამიანი წავედით და აუზზე შესვლაში უბრალოდ და შეზლონგზე რომ დავწვრილიყავით ამაში გადავიხადე 225 ლარი შეღავათით ნუ არ დავასახელებ რომელი აუზი იყო ძალიან მიყვარს ეგ აუზი კარგი აუზია bla bla bla, ნუ ყველაფერი მესმის, მაგრამ ძალიან ბევრია. საქართველოსთვის ძალიან ბევრია აუზები. თან შუაკვირაში სხვა ფასებია, შაბათკვირა სხვა ფასებია. ეს კიდე 50 ლარი მოზრდილზე კიდე ოკეია რა, კიდე ნორმალური ფასია რა, იმიტომ რომ 70-80 შაბათკვირას 150 ლარია და ესა ბედნიერობთ რა და ჩვენც კარგად ვისვენებთ, რომ აი უნდა ერთი თვის ხელფასი უნდა გადადო, უბრალოდ ოჯახთან ერთად აუზზე წახვიდე. ძალიან სირცხვილია. აუზთავი დავანებოთ, აი კახეთში სასტუმრო ვერ ვნახე, იწყება 300 ლარიდან 2 ღამეში ანუ 600 ლარი უნდა გადაიხადო თავისი ჭამით რა. და ამ თანხაში რეალურად 5 ღამით რომ მივდივარ ხოლმე ევროპაში, იქ მართლა ვისვენებ. ხო და რაც შეეხება მოკლედ აუზებს, უბრალოდ შეგიძლიათ დასერჩათ რა ღირს ევროპაში აუზით სარგებლობა.